ბუნებრივია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება შეუძლებელია რუსეთის ნების გარეშე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს შესაძლებელია დასავლეთის ნების გარეშე. ესეც არის ძალიან საგულისხმო. საქართველოსათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად რუსეთის დანგრევის მოლოდინი არის ჩვენი ნაღების ზოგიერთი ჰიპნოტირებული წარმომადგენლის მაპატიეთ იდიოტიზმი. თუ ღმერთმა ნუქნას თუ ღმერთმა ნუქნას დასავლეთმა რუსეთი დაანგრია, ეს ნიშნავს მსოფლიო ომს, რომელიც ჩვენ მხოლოდ კიდევ უფრო მეტ უბედურებას მოგვითანს. რუსეთის ნება საქართველოსათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად არასოდეს იქნება, თუ ჩვენ ნატოში მივისწრაფით. ჩვენთვის სამწუხაროდ ეს არის პირველი აქსიომა. მე მინდა ვიყო რეალისტი. ასევე ნატო ვერასოდეს ვერ მიგვიღებს თავის რიგებში, სანამ უარს არ გვათქმევინებს აფხაზეთსა და ოსეთზე. ჩემი აზრით, ასევე სამწუხაროდ ეს არის მეორე აქსიომა, რასაც არ უნდა გვატყუებდნენ დასავლეთიდან. ხოლო ასეთ შემთხვევაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ნატო იმ დღესვე სიამოვნებით დაგვითრევს და გადაგვაქცევს კიდევ ერთ ანტირუსულ ან ანტიისლამურ პოლიგონად. გვინდა ჩვენ ეს? ამიტომ შესაძლებელია ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა ვთქვათ უარი ნატოში შესვლაზე. არა ვარ საბოლოოდ დარწმუნებული ამაში, მაგრამ მზად ვარ ქემაინც ამაზე ვიფიქრო და ვისაუბრო. ვიცი რომ ტაბუს ვარღვევ, მაგრამ ეს ტაბუ ჩემთვის ხელოვნური კერპია და მე მას თავისუფალი აზროვნება მირჩევნია. დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ მიზანს, საქართველოს გამთლიანებას. საქართველოსაგან უარის თქმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე შეუძლებელია ტრადიციული მეოჯახე ქართველების პირობებში, რომლებიც აქ სხედხართ, მაგრამ ეს შესაძლებელია სინგაპურიზებული ჰომო ურბანიკუსის პირობებში, რომელსაც არც კი სწამს რახანია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შესაძლებლობისა და დიდად არც კი ედარდება ეს. ჩვენს ევროინტეგრატორებს სურთ, რომ ჩვენ ვუღალატოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და ტერიტორიის ნარჩენებით შევიდეთ ნატოში. კიდევ ერთხელ ეს ასეა, რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ ევროინტეგრატორები ამჟამად მათი მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ. ნატოში ჩვენი არ შესვლა, ჩემი აზრით, არ არის არც დასავლეთთან დაპირისპირება და არც კრემლზე მინდობა, მაგრამ შესაძლოა ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს კავკასიურ პოლიტიკასთან ერთად და არა რუსულ და არა ევროპულ პოლიტიკასთან ერთად იძლევა თეორიულ შანსს მაინც საქართველოს გამთლიანებისა, შანსს, რომელიც სხვანაირად ჩვენ სამწუხაროდ ამჟამად არ გვაქვს.